სალამი მეგობრებო, მოკლედ რა გვაქვს ისევ ბევრი ეგრეთ წოდებული რუსული საზარბაზნე ხორცი და ისევ ბევრი რუსული ჯავშან ტექნიკა, დიდი ჯავშან კოლონა, რომელიც სხვა წინამორბედების მსგავსად ამ შემთხვევაშიც იქცა უბრალოდ ჯართის გროვად უკრაინის მიწაზე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 ერთეული ჩანს აი ამ კადრში დრონით გადაღებულ Z-ხედში, თუმცა ამ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ 9 BTR-ის გარდა იყო ამ შეტევაში ასევე ჩართული 1 T-80-ის ტიპის ტანკი, რომელიც ასევე განადგურდა და აქვე გვაქვს ვიდეო მასალაც, რომელიც ამ ოპერაციას ასახავს. მოკლედ რუსები არ წყვეტენ ჯიუტად მცდელობას, რომ აი ასეთი ტაქტიკით დიდი კოლონებით მიიტანონ იერიშები უკრაინულ პოზიციებზე. მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ეს არის დაახლოებით მე-4 თუ მე-5 შემთხვევა, მათ შორის მე ჩემ წინა ვიდეოებშიც აღწერდი ამგვარ ფაქტებს და გაჩვენებდით კადრებს, რომელიც ასევე დონეცკის ოლქში დობროპილიას მიმართულებაზე იყო გადაღებული. ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ეფექტურად უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსი, საუბარია აზოვის კორპუსზე და გარდა ამისა ჩართულია ოპერაციაში დრონების დანაყოფი და ჩართულია არტილერიაც და თუ კარგად დააკვირდებით ამ კადრებს, რიგ შემთხვევებში იკითხება, რომ დარტყმები ხორციელდება სწორედ არტილერიის გამოყენებით, თუმცა ძირითად როლს მაინც ასრულებენ დრონები. ცხადია, დრონები, რომელიც არის ნომერ პირველი საჭიროება დღეს აი ამ ომის მიმდინარეობისას და სწორედ ამიტომ არის გასაკვირი რუსების ამგვარი ტაქტიკა, რომ მათ შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ მთელ ფრონტის ხაზს აკონტროლებენ დრონებით, არათუ შეხების ხაზთან, არამედ სიღრმეშიც ხდება დაზვერვა და ცხადია, არც ამ შემთხვევაში არ დარჩენილა ეს გადაადგილება უკრაინელებისთვის შეუმჩნეველი და დაიწყეს შემდეგ უკვე კოორდინირებული მოქმედება. სწორედ ამიტომ არის გასაკვირი და მართლაც გასაოცარი რუსების ამგვარი ჯიუტი მცდელობები, მათ იციან რა შედეგი შეიძლება დადგეს, ნახეს უკვე ამგვარი გამოცდილება აქვთ, რა მოხდა თუნდაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ არ ადარდებთ, უბრალოდ სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, რამდენი ცოცხალი ზალა დაეხოცებათ, რამდენი ერთეული ჯავშან ტექნიკა განადგურდება, მათი ამოცანა არის, რომ ნებისმიერი დანაკარგის ფასად მიაღწიონ ტერიტორიულ წინსვლას და ყველაზე საგულისხმო აქ ის არის, რომ ამ წინსვლასაც ვერ ახერხებენ. მოკლედ ვნახეთ ეს კადრები და მეთანხმებით, რომ სხვა შეფასება რთულია მივცეთ ამ ამბავს, ვიდრე დავარქვათ უბრალოდ სრული კრახი აი ამ შემთხვევაშიც უკრაინის თავდაცვამ იმუშავა ძალიან ეფექტურად და ეს კონკრეტული შეტევა სრულად ჩავარდა. აქვე შემიძლია გაჩვენოთ რუკაზე სად ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ უფრო ეფექტურად აღიქვათ საერთო სურათი და რას გულისხმობთ. ესე იგი, შეტევა მიმართული იყო შახოვესკენ, ეს არის დობროპილიას მიმართულება დონეცკის ოლქი, როგორც თქვით და ეს ჯავშან ტექნიკა განადგურდა დაახლოებით აი ამ ზონაში, ანუ აი წითელ ზონაში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, დაახლოებით აი ამ მონაკვეთში მოხდა ეს ამბავი, ანუ ის განადგურება, რაც ვიხილეთ და როგორც ხედავთ, მათ არათუ კონტაქტის ხაზს ამ შემთხვევაში და დასახულ მიზანს, შახოვეს მიაღწიეს, არამედ ნაცრისფერ ზონამდეც ვერ გავიდნენ და თავისივე კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა მათი განადგურება. სწორედ ამიტომაც ეს მოქმედებები და ეს გადაწყვეტილებები უბრალოდ გაუმართლებელია, აზრს მოკლებულია და ამაზე არათუ მე, არათუ სხვა მიმომხილველები და ჟურნალისტები, არათუ უკრაინის გულშემატკივრები მხოლოდ და უკრაინელები, არამედ თავად რუსი სამხედროებიც ძალიან ხშირად ლაპარაკობენ თავის ვიდეო მიმართვებში თუ წერილებში, თუნდაც რომელსაც აი ამ სასიკვდილო შტურმებში წასვლამდე თავადვე წერენ. შესაბამისად, რუსეთის არმიის რიგებში მსხვერპლი არის ყოველდღიურად მზარდი. აქ მაქვს მე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ დაჭრილების და განადგურებულების ან დაღუპულების სახით მათ 13,900 ჯამში რუსი სამხედრო გაანეიტრალეს. ეს ხდება მხოლოდ სექტემბრის თვეში და მიმდინარე ოქტომბრის თვეში და განხორციელებული ოპერაციების შედეგად გაათავისუფლეს 183 კვადრატული კილომეტრი და გაწმინდეს დამატებით 230 კვადრატული კილომეტრი
მტრის შეჟონილი ჯგუფებისგან, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული შტურმავიკებისგან. ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვით გავაგრძელოთ, გაჩვენებთ რუკაზე რა შეიცვალა ბოლო 2-3 დღის განმავლობაში და აქვე დავანონსებ, რომ ვიდეოს ბოლო ნაწილში პოლიტიკურ ამბებზე მექნება საუბარი. ჯერ კიდევ ცხელია ზელენსკისა და ტრამპის მორიგი შეხვედრა, უკრაინის პრეზიდენტის მესამე ვიზიტი თეთრ სახლში, ვაშინგტონში და ამ შეხვედრის შედეგებზეც მექნება პატრა მიმოხილვა. უბრალოდ ჩემს პოზიციებს და ჩემს შტაბ-ჭრილებებს თუ გნებავთ, ასე დავარქვათ, გაგიზიარებთ, რა მოყვა ამ ამბავს და რა რის გამო შეიცვალა. აქვე ხო, საინტერესოა პერსპექტივაშიც რა მოხდება და ამასაც ვისაუბრებ. ორ კვირაში დაგეგმილი არის პუტინისა და ტრამპის მორიგი შეხვედრა და ამ შეხვედრის მასპინძელი დიდი ალბათობით, როგორც ანონსდება, იქნება ვიქტორ ორბანი უნგრეთში. ხო, ამ თემაზეც მექნება საუბარი. მანამდე კი, ვიდრე რუკას დაუბრუნდები, კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწოდებთ, რომ თუ აქამდე უყურებთ ვიდეოს და მოგწონთ და ლაიქეთ, თუ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ და კომენტარებშიც გამოთქვით სხვადასხვა თემებზე, რასაც ვეხებით, პოზიციები, მოსაზრებები, რას ფიქრობთ. შეეხება ფრონტის ხაზს და რუკას, დობროპილიაზე ვისაუბრე უკვე, გაჩვენეთ სად იყო შეტევა და სად ჩავარდა რუსების, რაზეც დავიწყე თავში საუბარი. ამ ხრივ სხვა სიახლეები დობროპილიას მიმართულებაზე უშუალოდ არ გვაქვს განსაკუთრებული, ისე ვის სურათი რაც იყო ბოლო დღეების განმავლობაში, 2 რუსული ჯგუფი არის მოქცეული ალყაში, მესამე არც ისე კარგ მდგომარეობაში აქ და საკმაოდ კარგად აწვევიან, საკმაოდ ძლიერი წნეხის ქვეშ ყავთ აქ საოკუპაციო და ძალის დანაყოფები უკრაინის დამცველებს, თუმცა აქ გვაქვს სახიფათო ცვლილებები უფრო სამხრეთით, ქალაქ პოკროვსკის მისადგომებთან და აქ გაჩნდა აი ეს წითელი მონიშნა ბოლო განახლების დროს, რაც არის შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე სიღრმეში შესული რუსული დანაყოფების დადასტურება მთელი ამ 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც პოკროვსკზე მიმდინარეობს იერიში. აი ასეთი მოცემულობა ამ დრომდე არ გვქონია, ეს ყველაფერი შეიცვალა 16-დან 18 ოქტომბრის შუალედში, აი გადავიდეთ რუკაზე და ვნახოთ როგორ შეიცვალა, ესეთი სურათი იყო 16-ში და მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ეს მოცემულობა იყო უცვლელად, აქ ვერ ახერხებდნენ წინსვლას ქალაქის მიმართულებით სამხრეთიდან რუსები, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი გარღვევა არის, აქ როგორც ჩანს არის ამ წითელ ზონაში მოქცეული რამდენიმე ქუჩა, მჭიდრო დასახლებები და სწორედ ამ სამხრეთის მიმართულებიდან უახლოვდებიან პრინციპში ქალაქის ძირითად და ცენტრალურ ნაწილს, რაც არის დიდი სახიფათო ამბავი. აქვე გეტყვით, რომ ვრცელდება ცნობები უკრაინული წყაროების მიერ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ხდება ქალაქის სამხრეთ ნაწილში რუსი სამხედროების შეჟონვა. ისინი იკავებენ პოზიციებს დასახლებულ პუნქტებში და თანდათან აქ სიტუაცია რთულდება. და ეს ყველაფერი საჭიროებს ცხადია რეაგირებას და საკმაოდ სწრაფად მოუწევთ რამის მოფიქრება უკრაინის დამცველებს, აქ დამატებით ძალების მობილიზება, ან არ ვიცი, რაიმე მანევრები იმისთვის, რომ აღკვეთონ პირველ რიგში ეს წინსვლა და გაწმინდონ ეს ტერიტორიები. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი უკავიათ რუსებს დასახლებული ზონის, უფრო გამარტივდება აქ დამატებით ძალების შემოყვანა და უფრო მეტი წნეხის და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება პოკროვსკი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ახლა ქალაქი ალყაში ან რაღაც მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ რუსეთის არმიის დანაყოფები, თუმცა ეს წითელი მონიშნა აშკარად ძალიან ცვლის სურათს და რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან დიდი საფრთხის შემცველი არის. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, აქ იყო პატარ-პატარა ჯგუფების შეჟონვა, ვრცელდებოდა ხოლმე ასეთი კადრები, შემდეგ იყო წმენდის ოპერაციები, მოკლედ ასეთ დისტანციაზე ამ დრომდე ვერ მიუახლოვდნენ რუსები ქალაქს, ამ შემთხვევაში კი ცვლილება არის სახეზე და ეს ყველაფერი არის საყურადღებო. მოკლედ დონეცკის ოლქი არის ყველაზე აქტიური, ყველაზე ცხელი ზონა ამ დრომდე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის
არმიის პრიორიტეტი შეიცვალა და ეს თავად გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა სულ 2 კვირის წინ, მან თქვა, რომ მათთვის ახლა მთავარი ამოცანა იქნება და მთავარი პრიორიტეტი ზაპოროჟიეს მიმართულება, მანვე დაანონსა სამხრეთიდან შეტევები, თქვა, რომ მათი ამოცანა იქნება სტეპნოჰირსკის და პრიმორსკეს აი ამ 2 დასახლების დაკავება პირველ ეტაპზე, იმისთვის რომ მაქსიმალურად გაზარდონ წნეხი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ასევე ისინი აქტიურობენ უფრო აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც აქვთ განსაკუთრებული წინსვლა. ბოლო 2 თვის განმავლობაში შეიძლება ასეც ვთქვათ, ნაწილობრივ დნეპროპეტროვსკის და ნაწილობრივ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, აი ამ ზონაში ვსაუბრობთ და არც ბოლო 48 საათი იყო ამ ხრივ გამონაკლისი და ბოლო 2-3 დღე ზოგადად 18-ის განახლება გვაქვს, როგორც თქვით, ბოლო ამ რუკაზე და პრინციპში 15-ის შემდეგ რომ ნახოთ რა შეიცვალა ამ სექტორზე, ასე ვთქვათ, არის გარკვეული წინსვლა და ეს თვალშისაცემი არის 15-ის შემდეგ იყო აი ასეთი ცვლილება აი ამ დასახლებულ პუნქტებთან. კიდევ ერთხელ ვნახოთ და 16-ის შემდეგ უკვე 18-ის განახლება აჩვენებს, რომ კიდევ აქ მცირედით წინ წაიწიეს აი ამ სოფლებთან რუსმა სამხედროებმა. ეს არ არის ცხადია რაღაც განსაკუთრებული სწრაფი გარღვევა, თუმცა ესე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ისინი მიიწევენ წინ და ეს წინსვლა არის უწყვეტი იმგვარად, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმე აჩვენეს, ანუ 10 კილომეტრის წინსვლა აჩვენეს დაახლოებით აი ამ ნაწილში რუსეთის საოკუპაციო ჯარის დანაყოფებმა და ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აქ როგორმე გააძლიერონ თავდაცვითი ზღუდე და შეუშალონ ხელი მათ შემდგომი ამოცანების შესრულებაში, რაც გაცხადდა უკვე, რომ მათ სურთ როგორც ზაპოროჟიეს აღმოსავლეთიდან, ასევე სამხრეთი მიმართულებიდან წნეხის გაზრდა და აქ კიდევ დამატებით ტერიტორიების დაკავება. რაც შეეხება ხარკოვის ოლქს, მაგალითად კუპიანსკს ან სუმის მიმართულებას, აქ ბოლო დღეების განმავლობაში არანაირი განახლება არ გვაქვს და თუ გაინტერესებთ რა ხდებოდა წინა პერიოდის განმავლობაში, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ჩემს წინა ვიდეოებს და იქ დაწვრილებით ხსნი სად რა იცვლებოდა პერიოდულად, როგორც კუპიანსკის მიმართულებაზე, ასევე სუმში, სადაც ახალი სიკვდილის ზონა ყალიბდება რუსებისთვის, როგორც უკრაინული წყაროები უწყებიან და იქ კიდევ რამდენიმე სოფელში აქცევენ ალყაში და ტოვებენ მომარაგების ჯაჭვების გარეშე რუსულ საოკუპაციო ჯარებს უკრაინის დამცველები. ამით დავასრულოთ ფრონტის ხაზზე არსებული სიახლეების მიმოხილვა. პრინციპში ყველა მნიშვნელოვან დეტალს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან დეტალს შევეხეთ. უკრაინული შორსმოქმედი დრონების გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებზეც ვთქვათ ცოტა. ერთ-ერთი ბოლო წარმატებული ოპერაცია 17 ოქტომბერს განხორციელდა უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მხრიდან FP2 ტიპის დრონების გამოყენებით. მათ დაარტყეს ოკუპირებულ ყირიმში ხვარდიისკის ნავთობ ბაზას და დააზიანეს იქ რეზერვუარები. აქ აი ამ დრონების მასალაში ჩანს როგორც დიდი ხანძარი დარტყმების შემდეგ, ასევე ჩანს უშუალოდ შეჯახების კადრებიც ამ ნავთობ რეზერვუარებზე, რამაც ეს ცეცხლი გამოიწვია. აი ეს კადრი არის უშუალოდ დრონის შეჯახების მომენტი, რის შემდეგაც იყო ძალიან მასშტაბური ხანძარი. აი ამ კადრებში უკვე თავად ამ ხანძრის ამსახველი დღის კადრი არის ნაჩვენები, იგივე ტერიტორია, იგივე ნავთობ ტერმინალი, გვარდიისკეს ბაზა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. რადგან ვახსენეთ ყირიმი, აუცილებლად უნდა შევეხოთ ფეოდოსიის ნავთობ ტერმინალს და მასზე განხორციელებული თავდასხმების იერიშების შედეგებს, რომელიც იყო არაერთჯერადი 7 ოქტომბერს დაარტყეს უკრაინის ძალებმა, სწორედ ამ შორსმოქმედი დრონების გამოყენებით და დიდი ალბათობით რაკეტებიც იქნა გამოყენებული ეროვნული წარმოების ამ ბაზას, ამ ნავთობ ტერმინალს და 13 ოქტომბერს იყო განმეორებითი უფრო მძლავრი თავდასხმა და ამ ყველაფრის შედეგად უკრაინული წყაროების ინფორმაციით 11 ნავთობ ტანკერი, ნავთობ რეზერვუარი, ესეთი დიდი რეზერვუარი იქნა განადგურებული. აქვე არის სატელიტური ფოტოები, რომელიც ამ ეფექტს ასახავს. ამ ფოტოებში იქნება როგორც დარტყმებამდე გადაღებული კადრები, ასევე იქნება დარტყმების შემდეგ ნაჩვენები ცვლილება. აი ასე გამოიყურება ეს ყველაფერი და აქვე ყვითელი მონიშნები აღნიშნავს სწორედ განადგურებულ
ნავთობ რეზერვუარებს და მონიშნობის გარეშეც ისედაც გასაგებია ყველაფერი რაც მოხდა. ცალსახად ცხადად ჩანს ეს ყველაფერი ეფექტის თვალსაზრისით და აქ იგულისხმება როგორც საექსპორტო პოტენციალის შემცირება, აქ ათასობით ტონა ნავთობის განადგურებაზე არის საუბარი, ეს არის დიდი ზარალი რუსეთის ეკონომიკისთვის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს ყველაფერი ეფექტს ახდენს შიდა ბაზრის მომარაგებაზე, ნავთობის კრიზისის გამწვავებაზე, საწვავის კრიზისის გამწვავებაზე, როგორც უკრაინულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ოლქებში და ასევე ეს ყველაფერი ეფექტს ახდენს სამხედრო ნაწილების მომარაგების ჯაჭვებზე, სწორედ ყირიმიდან, აი ამ ნავთობ ბაზებიდან მარაგდება იგივე ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით, როგორც უკრაინული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას საწვავით და სამხედრო დანიშნულების ნავთობ პროდუქტებით. სამოქალაქო ნაწილში შედეგები ასე გამოიყურება, უკვე აღარავისთვის არის სიახლე მსგავსი ფოტოების ნახვა სოციალურ ქსელებში თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, ბენზინგასამართი სადგურები, სადაც საწვავი არ არის, ამ შემთხვევაში ყირიმში გადაღებულია ეს კადრები, სადაც ჩანს რომ მხოლოდ არის რეგულარის ტიპის საწვავი, რაც შეეხება უფრო ხარისხიან მაღალი ოქტანობის საწვავს, ეს არ არის ხელმისაწვდომი ამ ფოტოებით თუ ვიმშელებთ, არის ასევე თხევადი გაზი აი ამ ერთ-ერთ სადგურზე, რომელიც არის ნაჩვენები და რომელიც არის ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. ბევრ ოლქში რუსეთის და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მსგავსი სიტუაცია და ყოველდღიურად ვნახულობ ხოლმე კადრებს, სადაც მოქალაქეები დგანან ბენზინის რიგში, ამაზე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე სხვადასხვა ვიდეოებში, ყოველ ჯერზე ვეხები ამ თემას. ყოველთვის ინტერესით ვაკვირდები ხოლმე, რამდენად წუხდებიან რუსეთის მოქალაქეები პუტინის აი ამ აგრესიული ომის მხარდამჭერები საკუთარ ტყავზე რამდენად გრძნობენ ომის შედეგებს და ომის ეფექტს. ეს მცირედია იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა განიცდის უკვე წლების განმავლობაში, თუმცა ესაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაცები გაიაზრონ უფრო მეტად. ბოლოს როგორც დავაანონსე, ვისაუბროთ პოლიტიკურ ამბავზე, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა და მისი შედეგები. რიგით მესამე შეხვედრა თეთრ სახლში, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ წინამორბედებზე უარესი იყო, განსაკუთრებით პირველ შეხვედრაზე, რომელიც სკანდალით დასრულდა, თუმცა დიდი ბევრი შედეგების მომტანი არ ყოფილა უკრაინისთვის სამწუხაროდ. ყველაფერი კი გააფუჭა და შეცვალა, ასე ვთქვათ, ერთმა ზარმა, რომელიც შედგა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. მუქარის ფონზე, რომელიც უკავშირდებოდა ცხადია ტომაჰაუკის შორსმოქმედ რაკეტებს, რუსეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაერეკათ ტრამპთან. 2 საათნახევრის განმავლობაში პუტინი ესაუბრა მას და ამის შემდეგ ტრამპის რიტორიკა 180 გრადუსით შემოტრიალდა. თუ მანამდე რუსეთს მოიხსენებდა ქაღალდის ვეფხვად, ამაზე კილიკითაც ცინიკური განცხადებები ისმოდა მისი მხრიდან, რომ ვერ იგებენ ისინი ომს, ვერ მიწევენ წინ, 4 დღეში და 5 დღეში რომ უნდა მოიგოთ, აგერ უკვე მე-4 წელში შედის ეს ომი და ვერაფერს ვერ აკეთებს. საუბრობდა აკეთებდა უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების დაბრუნება და ძალიან ხშირად ახსენებდა სწორედ ტომაჰაუკის რაკეტებს, რომელზეც იქმნებოდა შტაბ-ბიჭდილება, ქმნიდა შტაბ-ბიჭდილებას, თითქოს საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ყველაფერი შეთანხმებული იმისთვის, რომ მიეწოდებინათ ტომაჰაუკები უკრაინისთვის, მიეწოდებინათ რა მიეყიდათ ევროპელი პარტნიორების და ნატოს წევრი სახელმწიფოების გავლით. თუმცა, პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ მიცით რა, გვაქვს, მაგრამ ჩვენ თვითონაც გვჭირდება, ცოტა ნახევრად ხუმრობით ბავშვობაში ეს როგორ თქვა? ხო, ეგრე უნდა ვთქვა რა, ჟმოტი ბავშვები რო იყვნენ ხოლმე და ბურთს არ გთხოვნიდნენ და ამბობდნენ, რომ კი მაქვს, მაგრამ მე თქვენ არ გათხოვებთ, იმიტომ რომ ჩემთვის მინდა. დაახლოებით ეგეთი რაღაც თქვა.
თან მეორეს მხრივ, როდესაც ეს კაცი იმას ამბობს, რომ ჩვენ არავის არაფერს არ ვჩუქნით, ჩვენ ვყიდით იარაღს, ამაში ვიღებთ დიდ ფულს, რომელსაც იხდიან ნატოელი მოკავშირეები და რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია დამატებით ამის სამხედრო ინდუსტრიაში ჩაბრუნება და იგივე ტომაჰაუკის ტიპის რაკეტების წარმოების გაზრდა, მაგრამ არა, ეს ყველაფერი გასაგებია, რომ ტრამპისთვის იყო პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც პრინციპში ეფექტურად გამოიყენა თუ საკუთარი მიზნებისთვის შევხედავთ, ანუ თუ ტრამპის მიზნებისთვის შევხედავთ ამ პროცესს. ხო, ძალიან კარგად იმოქმედა ამით, აჩვენა ძალა, აჩვენა ის, რომ შეუძლია გავლენის მოხდენა და პრინციპში პუტინმაც აი ამ ნაბიჯით, რომ თავად დაურეკა და ესაუბრა ზელენსკისთან შეხვედრამდე, ეს ეგო დაუკმაყოფილა ტრამპს. და აჩვენა, რომ ხო, შენ ძლიერი ხარ და მე მოვდივარ შენ ნაბიჯებზე, მაგრამ მეორე ამბავი და უფრო საგულისხმო ამბავი აქ ის არის, რომ ვის აწყობს რეალურად ეს ყველაფერი. შემთხვევით ტრამპს კი არა, პირიქით პუტინს ხომ არ აწყობს ის, რომ უფრო მეტი დრო მოიგოს, ისევე როგორც მანამდე მოხდა ალიასკის სამიტის შემთხვევაში, ხომ? ის უბრალოდ იგებს დროს. ძალიან ბევრისთვის აბსოლუტურად გასაგები არის, რომ არანაირად არ აპირებს პუტინი ამ ომის დასრულებას, მით უმეტეს რაღაცა არსებულ შეხების წერტილებში და არსებულ ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას პირიქით ისინი თუ შევხედავთ ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს და ამაზე ვისაუბრე წინა ნახევარი საათი თუ მეტი, ისინი ცდილობენ ახალ-ახალი შედეგების მიღწევას, ახალ ამოცანებს ისახავენ, ცდილობენ რომ ზაპოროჟიეს შეუტიონ და ასე და ასე შემდეგ. რუსეთის გეგმებში არანაირად არ შედის ახლა გაჩერება, ეს ძალიან ნათლად ჩანს. მას უბრალოდ არ აქვს სხვა არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მშვიდობა პუტინის რეჟიმისთვის ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას და ძალიან ბევრი შიდა პრობლემის გაჩენას მათ შორის. აქედან გამომდინარე ის უბრალოდ დროს წელავს იმისთვის, რომ მეტი შედეგი მიიღოს. და მანიპულირებს, მე თუ მკითხავთ ტრამპის აი ამ პოზიციით, ეს არის და ეს. შედეგად უკრაინამ მიიღო ის, რომ დაპაუზდა ტომაჰაუკებზე საუბარი, მინიმუმ დაპაუზდა, ჯერ გამორიცხვა ცხადია ამ ყველაფრის არ შეიძლება, ტრამპმა ეს მაინც პროცესში დატოვა, ორაზროვან განცხადებებს აკეთებს, ამბობს, რომ ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ტომაჰაუკებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მინიმუმ მომდევნო შეხვედრამდე, რომელიც დიდი ალბათობით უნგრეთში უნდა გაიმართოს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ტომაჰაუკების საკითხი დაპაუზებულია და თავად ზელენსკიმაც, როდესაც დატოვა თეთრი სახლი და მედიას შეხვდა, თქვა, რომ ამ საკითხზე არის ასეთი შეთანხმება, რომ უბრალოდ არ ისაუბრებენ ამ ეტაპზე. თუმცა ისაც აღნიშნა, რომ ტომაჰაუკებთან დაკავშირებით რეალისტური დამოკიდებულება მაქვსო. საინტერესო დეტალი ზელენსკის პოზიციებში იყო ის, რომ მან უკრაინის მნიშვნელობას უფრო მეტად გაუსვა ხაზი, მათ შორის სამხედრო ამოცანებისთვის, რაც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ეცადა იმის წარმოჩენას, რომ მხოლოდ ცალმხრივად არ ითხოვს უკრაინა და მას შეუძლია საკუთარი სამხედრო პროდუქციაც შესთავაზოს ტრამპთან ამ შეხვედრის დროს, რომელსაც იმ ნაწილში, რომელსაც მედია ესწრებოდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილი და ძლიერი დრონები, რომელიც შეუძლიათ რომ მიაწოდონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუნდაც ამ ტომაჰაუკების სანაცვლოდ და ეს გარიგების ნაწილად შესაძლოა მოვიაზროთ. ამაზე როდესაც კითხვა შეუბრუნეს ტრამპმაც დაადასტურა, რომ კი დრონები, უკრაინული დრონები მისთვის საინტერესო არის. ხო, ერთ სიტყვით აი ამ ყველაფერმაც აჩვენა ის, რომ ტომაჰაუკების საკითხი ბოლომდე გამორიცხული არ არის, თუმცა ეს კვლავ დარჩება რაღაც პოლიტიკური პოლიტიკურ ინსტრუმენტად ტრამპის ხელში, პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ პერიოდულად პუტინზე მოახდინოს ზეწოლა. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, ცხადია ზელენსკი არ იყო კმაყოფილი ამ ვიზიტის შედეგებით, თუმცა ცდილობს, რომ ეს არ აჩვენოს, ის კვლავ იყენებს ტაქტიკას, რომელიც პრინციპში არის სწორი, პირველი სკანდალიდან გამომდინარე, მან მიდგომა შეცვალა, პიჯაკიც ჩაიცვა და ცდილობს, რომ ყველაფერში დაეთანხმოს ტრამპს.
თქვას, რომ დიახ, ჩვენ გვჯერა თქვენი, დიახ, თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი. ყოველ ორ წინადადებაში სამჯერ აქებს და მადლობებს უხდის ტრამპს, რაც თავისთავად არის ამ ტაქტიკის, ამ დიპლომატიური ტაქტიკის ნაწილი, იმისთვის, რომ აგრძნობინოს უპირატესობა და აგრძნობინოს ის, რომ უკრაინასთან ამერიკის პოლიტიკა წინააღმდეგობაში არც ერთ შემთხვევაში არ არის და ამ შემთხვევაში რაზედებს ფსონს, ხო? გასაგებია, რომ შესაძლოა არც კონდეს საიმისო განწყობა და რეალური დამოკიდებულება ზელენსკის შედეგებიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამდენი ხოტბა შეასხას, მაგრამ მან იცის და ფსონს დებს დიდი ალბათობით იმაზე, რომ საბოლოოდ ეს მცდელობები აღმოჩნდება, ტრამპის ეს მცდელობები კვლავ წარუმატებელი, პუტინი ისევ არ წავა სამშვიდობო შეთანხმებაზე, პირობითად, როდესაც შეხვედრა იქნება უნგრეთში, ბუდაპეშტში, ის ისევ დააყენებს იმ აბსურდულ მოთხოვნებს, რაც ეხება უკრაინის დემილიტარიზაციას, ეგრეთ წოდებულ დენაციფიკაციას, უბლოკო სტატუსს, ტერიტორიების 5 ოლქის დათმობას, რუსეთის შემადგენლობაში გაფორმებას და ასე და ასე შემდეგ, რაზეც ცხადია შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება და ცდილობს ზელენსკი, რომ მაქსიმალურად გააშიშლოს პუტინის აი ეს პოზიცია, გააშიშლოს რუსეთის, კრემლის პოლიტიკის რეალური მიზნები, თუმცა ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ეს ყველაფერი მოითხოვს დროს, ვიდრე ტრამპი ყოველ ჯერზე უბრუნდება ამ ახალ დედლაინებს, აი დღეს, აი ხვალ, მოდი 2 კვირიანი ვადა მივცეთ, მოდი 50 დღიანი ვადა მივცეთ, მოდი ალიასკაში შევხვდეთ, ახლა მოდი უნგრეთში შევხვდეთ, რომ პუტინი თურმე მას უჯერებს, რომ პუტინს სურს ომის დასრულება და ასე და ასე. შემდეგ აი ამ პოლიტიკურ ცეკვებში ყველა ჯერზე ზელენსკი მიყვება ტრამპს, მას სხვა არჩევანი არ აქვს, ის ცდილობს, რომ საბოლოოდ მოიპოვოს ის, რაც სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან, მოიპოვოს მეტი თავდაცვითი იარაღი და მეტი შეტევითი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს და მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყანა. აბსოლუტურად გასაგები ამოცანა ზელენსკის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, თუმცა ამავდროულად სამწუხაროა ის, რომ ამერიკის პრეზიდენტის დაპირება მხოლოდ პოლიტიკურ манипуляციად დარჩა ტომაჰაუკებთან დაკავშირებით. მოკლედ აი ამ პოლიტიკური პროცესის მიღმა ომი ისევ გრძელდება, როგორც გრძელდებოდა გასული 3 წელიწადნახევრის განმავლობაში. ყველაფერი დამოკიდებულია რა სურათი იქნება ფრონტის ხაზზე, რამდენად ექნება უკრაინას შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი თავდაცვითი ზღუდე, შეაკავოს მტერი, მეორეს მხრივ დაიცვას საკუთარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მუდმივად რუსეთის ტაქტიკა გულისხმობს ენერგოობიექტებზე დარტყმას და ცივ ზამთარში უკრაინელების გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას, ამ ყველაფერში დიდ ძალისხმევას დებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ მიიღოს დახმარება მოკავშირეებისგან, პირველ რიგში ევროპელი მოკავშირეებისგან, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ნაწილში და თანდათან უფრო და უფრო იკვეთება ის მოცემულობა, რომ სწორედ ევროპის ქვეყნების პოზიციებს ექნება განსაზღვრელი როლი უკრაინის დახმარების ნაწილში ყველა ფრონტზე და მათ მტკიცე პოზიციაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. პოზიტიური ამ ამბავში ის არის, რომ ბრიტანეთი, გერმანია და სხვა მოკავშირეები ამ მხრივ აჩვენებენ ჯერჯერობით მტკიცე პოზიციებს და ავითარებენ საკუთარ სამხედრო ინდუსტრიას იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას. ვნახოთ რა მოხდება, თავისთავად ცხადია, საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და მნიშვნელოვანია, მიუხედავად ტრამპის პოზიციების მუდმივი ცვლილებისა. ესაც ბევრი რამის გამსაზღვრელია, რომ ზელენსკი მოახერხოს და ტრამპთან შეინარჩუნოს ესეთი პარტნიორობა, ძლიერი, სუსტი თუ ბუტაფორიული თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ამაზე და დაწერეთ კი ბატონო კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე, თუმცა იმ სახით, რა სახითაც არის, ეს არის ბევრი ამის გამსაზღვრელი, რომ უკრაინასა და შტატებს შორის იყოს პერსპექტივა, მინიმუმ პერსპექტივა შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში და მინიმუმ თუ არა ტომაჰაუკების, სხვა ტიპის შეიარაღების უპრობლემოდ მიწოდებაზე მაინც იყოს უწყვეტი და ეს ურღვევი კონტრაქტები ყიდვის თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების
პროცესსაც არ შეექმნას პრობლემა. სულ ეს არის მოკლედ რაც მინდოდა რომ ამ ეპიზოდში თქვენთვის გამეზიარებინა. თუ საინტერესო იყო დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ ამ დრომდე გამომწერი, თუ ამ დრომდე უყურებთ, ანუ ბოლომდე უყურებთ ვიდეოს, არ დაგეზარებათ, იმედია რომ კომენტარში დაწეროთ პლუსი. ერთგვარ დაკვირვებას ვაწარმოებ, ვინ არის ჩემი მუდმივი მაყურებელი, ვინ უყურებს ვიდეოებს დიდხანს, მოკლედ ვცდილობ რომ ერთგვარად გავიცნო ჩემი აუდიტორია და ეგეთი ხერხი მოვიფიქრე. ხო, ძალიან მარტივია, დაწერეთ პლუსი კომენტარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და მე დავაკვირდები როგორი დინამიკა არის ამ მხრივ. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის და ვიდრე დაგემშვიდობებით, აქვე წარვადგენ კიდევ ერთხელ ჩემს ახალ პროექტს, რომელიც დავიწყე ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. მე რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, ვიკრიბებით ხოლმე კვირაში ერთხელ ამ სტუდიაში, გვერდთვებიან ბრიუსელიდან თამარ ნუცუბიძე და ვაშინგტონიდან ია მეურმიშვილი. ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი ჟურნალისტები და კომპეტენტური ხალხი და განვიხილავთ კვირის აქტუალურ თემებს, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან კონტექსტში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებთან დაკავშირებულ თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კონტექსტში. ხო, უკვე 5 ვიდეო გვიდევს, გუშინ დავდეთ ბოლო, რომელიც მათ შორის ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობას, მათ შეთანხმებებს, ტომაჰავკებს და სხვა საკითხებს ეხება ასევე ქართულ პოლიტიკას, რომელიც მიემართება ევროკავშირს და ამ გააქტიურებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელიც რა და სხვა თუ არაფერი ეს ძალიან დიდი დოზით გვაქვს საქართველოში ცალსახად. ხო, გადახედეთ მოკლედ ჩვენს ვიდეოებს, კვირაში ერთხელ დებთ ახალ ეპიზოდებს ბოლო სიტყვის YouTube არხზე. კარგი, შეგაწყინეთ თავი მე მგონი. დაგემშვიდობებით, ნახვამდის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.